მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე ხლა მოვდივარ ბაგაბაღების სააგენტოდან ცოტა ანერვიულებული ვარ, იმიტომ რომ მიმართა ეთხოვნით გამოექვეყნებინათ ინფორმაცია და ველოდები ამ ინფორმაციას, რა წესით გადაწყვეტეს, რომ შემოიღონ ელექტრონული მონიტორინგი ბაღებში ბავშვების მისვლისა და წამოსვლის. ეს ახალი გადაწყვეტილებაა, რომელიც გამოქვეყნებულიც კი არ არის და იმისთვის, რომ განცხადება დამეწერა, ფაქტობრივად დამჭერდა ჩხუბი და ერთი ამბავით ჩემი უფლებები შეილახა, იმდენად ჩაიკეტა ეგ და სხვა სახელმწიფო უწყებები განცხადების დასაწერადაც არ მიშვებდნენ ფაქტობრივად დაწესებულებაში, რომელთაც 200 მილიონით თლიანად ბაღებს ვაფინანსებ საქართველოს მოქალაქეები. სანამ უპასუხებ თქვენ კითხვას, მინდა ვთქვა, რომ ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც მეთვალყურეობა და ჩვენი თვალყურის დევნა შემოდის კიდევ ახალ ეტაპზე გადადის, შეაწუხებს საქართველოს ყველა მოქალაქეს 60,000 ბავშვი დადის ბაღში და შემოდის ყველანაირი აქტის გარეშე, არც საკრებულოს გადაწყვეტილება, არც მერიის გადაწყვეტილება არის, არც მთავრობის დადგენილება არ არის. მიეთითათ დირექტორებს, რომ დამონჭტატაჟდება საშუალებები ელექტრონული ჩიპებით მოიყვანენ ბავშვებს მშობლები და წაიყვანენ. ამაზე ძალიან დიდი უკმაყოფილება ამ მშობლების, იმიტომ რატომ არის ეს პრობლემური, რომ აგვიხსნათ? მოგახსენებ, დიახ, დავიწყეთ იქიდან, რომ ჯერ ეს ერთი როდესაც ასეთი რაღაცა შემოგაქვს, ეს უნდა მოხდეს, მოწესრიგდეს კანონის შესაბამისად გადაწყვეტილებით, იქ უნდა იყოს დაცული რატომ შემოგაქვს ეს, რა პრობლემა არის. ანუ როდესაც თუ შევხედავთ ჩვენ ბაღების მთავარი პრობლემა არის და სურსათის სააგენტოს მიუთითებს კვება და კვების უხარისხო შემადგენლობა სურსათის სააგენტო. სახელმწიფო უწყება კვირაში ერთხელ ავლენს არასწორ კვებას დარღვევეს ჭუჭხს ბაღებში. ამის მაგივრად შემოდის მონიტორინგი მშობლების გამოცხადებისა და მთავარი პრობლემა ქვეყანაში დამყარებული ავტორიტარიზმის შესაბამისად მშობლებს ცხოვრება ურთულდებათ, მაგრამ რისთვის ჭირდება ეს ინფორმაცია ჩვენ სახელმწიფოს და არც გვეუბნება, რისთვის ჭირდება ეს ინფორმაცია. იმიტომ რომ დოკუმენტი ელემენტარული რის მიხედვით შემოდის მსგავსი ელექტრონული მონიტორინგის არარსებობს ნორმატიული აქტი, არარსებობს ცვლილება, არარსებობს არაფერი? წარმოიდგინეთ, არაფერი არ არსებობს, სიტყვიერი გადაწყვეტილება არის, თვითონ ბაღების სააგენტოს აქვს ინფორმაცია გავრცელებული, რომ იანვრიდან იწყება ეს სისტემა. დოკუმენტი არ არსებობს, ანუ ეს უკანონოა, რომც დაიწეროს, მერეც უკანონო იქნება, იმიტომ რომ თუ შენ მეუბნები, რომ მე ცხოვრებას ურთულებს მშობლებს, პარკინგი არ არის, ქვეყანაში საცობებია, ტრანსპორტის სიტუაცია მოუწესრიგებელია, ყველა ისედაც რთულად აგნებს საკუთარ ბაღს, აგვიანებს. ზევიდან შენ უწესებ ელექტრონულ მონიტორინგს, პრობლემა უნდა დამანახო, რა პრობლემიდან გამომდინარე. ყველგან ისედაც კამერებია. დასაბუთება რა არის? ეს არის უსაფრთხოება, ეს არის ბავშვთა მისვლა, არ მისვლის ამბის აღრიცხვა, თუ აი რა არის დასაბუთება? ფანტასტიკური კითხვაა. ეგ ვიკითხე დღეს ბაღების სააგენტოში. არ უნდათ რომ მეკითხა, იმიტომ რომ აქტი არ არსებობს. ანუ დოკუმენტი სადაც იქნება განმარტებული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს, ნახეთ, არსებობს დოკუმენტი, რომელიც აწესრიგებს ბაღში კვების საკითხს, მთავრობის დადგენილებაა, ხო? ისე არ შეიძლება, რომ სააგენტოს უფროსმა თვითონ გადაწყვიტოს და მოდით მე დავსვავ კიდე ერთი კითხვა, რომელიც დღეს დავსვი. რის მიხედვით იყიდეს ეს მოწყობილობები უკვე ნაყიდია, დამონტაჟებულია რამდენიმე ბაღში და ისმის კითხვა. რის მიხედვით ჩატარდა ტენდერი, რა საბუთის მიხედვით იყიდეს ეს მოწყობილობა, რომელიც ჯერ გამოქვეყნებული არ არის. მოკლედ ამას მივედი იქ ჩხუბი იყო იქ, იმიტომ რომ არ უნდათ რომ ეს განცხადებაზე წერილი დამეწერა და მე ველოდები მათ პასუხს და მე გავიგებთ ამ დასაბუთებას. ხო, რადგან არ არსებობს დადგენილება, ალბათ პრობლემურობაც ამ დადგენილების არ არსებობაშია, იმიტომ რომ შემდეგ უკვე სხვა ბევრი კითხვა გაჩნდება, ალბათ პასუხებიც უნდა ჰქონდეს ბაღების სააგენტოს, ეს კეთდება უსაფრთხოების მიზნით, თუ სხვა კიდევ რამე სხვა მიზანი აქვს სააგენტოს, როდესაც ელექტრონული აღრიცხვა ქვია? ელექტრონული აღრიცხვა მოხდება ბავშვების მისვლის და წასვლის პრობლემურებაზე უფრო მეტს გავიგებთ ალბათ ამ დოკუმენტის მიხედვით, თუმცა საინტერესოა როგორ გამოაცხადა ტენდერი შესყიდვებთან დაკავშირებით, ან რა მიუთითდა დასაბუთებაში ბაღების სააგენტომ, როდესაც შეისყიდა ეს ელექტრონული მოწყობილობები. რომ გადავიდეთ იმ საკითხზე, კი ბატონო, რითიც დავიწყეთ, ორი მნიშვნელოვანი თემა, ერთი ეს არის ეხება BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟს და თითქმის ყველა ევროპელი დეპუტატი მიუთითებს
გამოძიების დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობაზე და მეორეს მხრივ ფაქტობრივი უარი, რომელიცაც ქართული ოცნების დეპუტატების პირით აჟღერებს ივანიშვილის პარტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დებატებია ხვალ ჩანიშნული საქართველოსთან მიმართებაში. რა მოლოდინები უნდა გქონდეს ქართული ოცნების პოლიტიკის გათვალისწინებით? დიახ, მე მოგახსენებთ, რომ მე ერთი ეტაპი ჩვენ დავამთავრეთ შიდა მტკიცებულებების მოკვლევის, მაგრამ ეს პროცესი გრძელდება დაახლოებით 30 ადამიანს გავესაუბრე, რომ პირველადი ჩვენებები მიგვეღო და გულისხმობ დაზარალებულებს აქციის მონაწილეებს. დიახ, დაზარალებულებს. ასევე ქიმიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც ძალიან ბევრ კითხვებს სვამენ თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რადგან არ გაუცია არც დარახველიძეს სანქცირებულ დარახველიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და არავის პასუხი. როგორ შეერია ეს სითხე, ხო? ეს სითხე იყო მოთავსებული ყველა მანქანაში და ყველა წყლის ჭავლის მანქანაში თუ განთავსებული იყო მხოლოდ ერთში ან ორში. ამის შემდეგ კი მაგრამ რა დოზებით იყო ეს სითხე შერეული, შეერია სადმე ცალკე ტერიტორიაზე, ამიტომაც გვჭირდება ჩვენ საერთაშორისო გამოძიება. იმიტომ რომ იქაური ექსპერტები მარტივად, ასევე ჩვენ მადლობა ღმერთს გვაქვს ტანსაცმელი, რომელიც და სხვადასხვა აღჭურვილობა, რომელიც არ არის გარეცხილი, ან შენარჩუნებულია და რომელიც იქნება მტკიცებულება ერთ-ერთი. ცალსახად იქნება მტკიცებულება. ეს მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარეობს ყველას უკვე ევროპარლამენტშიც, ევროსაბჭოშიც შეტყობინება მიღებული აქვს სხვების წერილებიც, როგორც მე ვიცი და ასევე ჩვენი მიმართვაც დაზარალებულების ციტატებისა. რეაგირება იქნება აუცილებლად, შეიძლება არ იყოს ახლა, იმიტომ რომ წლის ბოლოს ხვალ იქნება დარწმუნებული ვარ მსჯელობა. მაგრამ შემდეგ გაგრძელდება იანვარში, იმიტომ რომ ამ ტიპის დანაშაულს უბრალოდ სურვილი რომ იყოს პოლიტიკური, ხო? საერთაშორისო ასპარეზზე ვერავინ ვერ უგულებელყოფს, იმდენად მნიშვნელოვანია. ქართულ ოცნებას კი აქვს შესაძლებლობა რომ სიტუაცია გადატვირთოს. მე ვფიქრობ რომ ის ფიქრობს ახალ არჩევნების ჩატარებაზე, ხომ თავის პირობებზე. აი ახლა ეს მართვის მოწმობების დაბრუნება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დამოკიდებული პირების რეესტრის შექმნა, ეს რისი საშუალებაა? ნუ გაუხარდება ნურავის. სამწუხაროდ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ეს ხელისუფლება უყურებს უბრალოდ როგორც მასალას. ერთჯერადი გამოყენების ინსტრუმენტს, დაუბრუნებენ მოწმობას, მაგრამ ჩასვამენ რეესტში, რომ ინსპექტორებმა არჩევნების წინ ჩამოუარონ ამ ხალხს და შესაბამისად ხმა მიაცემინონ. ეს არის არაჰუმანური დამოკიდებულება, აბსოლუტურად გამოყენებითი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც ჭირდება მხარდაჭერა და ჭირდება მკურნალობა. კაპიტან ანა, როდესაც ვსაუბრობთ აი მართვის მოწმობების ნაწილზეც აუცილებლად გკითხავთ, თუმცა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საკითხი რომ ამოვწუროთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოძიების საკითხზე. ადამიანი თუ კი საქმე შევა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, იქნება თუ არა ქართული ოცნება ვალდებული მიაწოდოს ყველა დოკუმენტაცია, მტკიცებულება და ასე შემდეგ იმისთვის რომ გაეცეს კითხვებს პასუხები. ჩვენ წინ გვაქვს მაგალითად სტრასბურგის გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. დადგება თუ არა დღე, როდესაც ქართულ ოცნებას ამ ყველაფერზე პასუხის გება მოუწევს? აბსოლუტურად დადგება. გარდაუვალია. ჯერ ერთი სტრასბურგის სასამართლო ხოთაშორის აჩქარებულია საქართველოსთან მიმართებაში დადებითი გაგებით. გავრილოვზე გადაწყვეტილება მოვიდა 6 წელიწადში, რაც სტრასბურგისთვის მინდა გითხრათ, რომ ცოტა არის, ცოტა ხანი არის. უფრო ჩქარა უნდა ველოდეთ გადაწყვეტილებებს ქიმიური იარაღთან დაკავშირებით. შეიძლება ახლა ივანიშვილის რომელიმე მოლაპარაკე თოჯინა ფიქრობდეს, რომ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში და მე რაც უნდა ისქნან 5-6 წლის შემდეგ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის. ნახეთ გავრილოვზეც ხო ნახეთ რა მოხდა რა. ის პირი, რომელიც თავიდან ამბრაზურასავით, ესე იგი გადაეფარა ბიზინა ივანიშვილს და თქვა, რომ ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, გახარიას გულისხმობ, დღეს შემოტრიალდა და ამბობს, რომ უნდა დადგინდეს, მას არ გაუწია ეს ბრძანება და ასე შემდეგ. ეს თემა კიდევ უფრო უარესი საკითხია. ყველა მეთოდი, რომელიც გამოყენებული იქნა გავრილოვის დროს, ეს ყველაფერი გაუარესდა და ამას დაემატა სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენება. ახლა წინა დეკემბერს და აუცილებლად მეცაც გეტყვით, ჩვენ ისე გავაკეთებთ, ამასობაში იქნება ამის შესაძლებლობა, რომ პირადად მოვთხოვოთ ხალხს ანაზღაურება იმ ზიანისა, რომელსაც ბიუჯეტი განიცდის. ნახეთ რა შეესაქმე კომპენსაცია, რომელიც უნდა გაიცეს გავრილოვის საქმეზე 600,000 ევრო. ეს კომპენსაცია უნდა გაიქცეს საქართველოს ბიუჯეტიდან.
ისე უნდა გავაკეთოთ, ამის შესაძლებლობა არის, რომ კონკრეტულ ადამიანებს ამის შემდეგ მოვთხოვოთ. ვინ იქნება ივანიშვილი თუ კუბახიძე თუ ვინ, ამ ზიანის ანაზღაურება თვითონ ბიუჯეტისთვის. მე და თქვენ არ უნდა გადავეხადოთ ამის ფასი, ხვდებით? კი, მორალურად, აუცილებლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგენდება, იმიტომ რომ ხანდაზმულობა ამ დანაშაულს არ აქვს. მტკიცებულებები შეგროვილია, ჩვენებები ეს ადამიანები აქ იქნებიან და ჩვენებას ახლიდან ყველა მისცემს, პასუხისმგებლობა ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო დონეზეც ამ თემაზე დადგება. და რომ დაუბრუნდეთ თქვენს მიერ წამოწეულ თემას, გულისხმობ 35,000 მძღოლისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობების უკან დაბრუნების საკითხი. ესენი არიან კანონდამრღვევი მძღოლები, რისთვისაც მათ მართვის მოწმობები ჩამოერთვათ და რაღაცა პერიოდით ამ მართვა აეკრძალათ. ეს არის ნასვამი მძღოლი თუ ეს არის სხვა თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი. ჩნდება კითხვა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას უყურებ, რისთვის ემზადება ქართული ოცნება. ეს არის მხარდამჭერების თუ მოქალაქეების გულის მოგების მცდელობა და გულის მოგების მცდელობა რისთვის? არჩევნებისთვის, ხმებისთვის, არა და როგორც ამბობენ ამ არჩევნებამდე ბევრი დროა დარჩენილი. ნახეთ, მე ამას დავარქმევდი იმას, რასაც ყოველთვის აკეთებს ქართული ოცნება, ეს არის მანკიერებით მართვა. ნახეთ, საქართველოს გზები არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზები სოფლიოში. ქართულ გზებზე წელიწადში 500 ადამიანი კვდება, მათ შორის არის მინიმუმ 20 ბავშვი. ანუ ჩვენ გვიყურებს ახლა მაყურებელი, რომელმაც განიცადა ეს ტრაგედია საკუთარ ოჯახში, ხო? მთვრალი ან ნარკოტიკული თრობის ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფი ადამიანის მხრიდან ჩადენილი საშინელი ტრაგედია. ევროპაში საშუალოდ 100 ადამიანი იყვება გზებზე, ჩვენთან 5-ჯერ მეტი. ეს უზარმაზარი ციფრია. იმის მაგივრად, რომ რაიმე სერიოზული ზომა უსაფრთხოების მხრივ გადადგას ქართულმა ოცნებამ, გაატაროს რეფორმები, შეამციროს სიჩქარეები, შემოიღოს კიდევ მაგალითად საბავშვო სავარძლები, თუ სხვა რაც დადებულია, ათასობით წინადადება არის დადებული, როგორ უნდა შემცირდეს, კიდევ უფრო დიდ სასაკლაოს აკეთებს გზებზე. არ აინტერესებს, ნახეთ, თვითონ ადამიანებს, რომლებიც არიან ესკორტით გადაადგილდებიან დაბურულ მანქანებში, ახლავთ უსაფრთხოება საკუთარი კერძო დაცვა, გულისხმობ ივანიშვილს და მის შემოგარენს მინისტრებს, მათ არ აინტერესებთ რა მოხდება ქართულ გზებზე. ის რომ კიდევ უფრო დიდ სასაკლაოდ გადაიქცევა ქართული გზები, იმით რომ პასუხისმგებლო ადამიანებს ხოლმე წინა საარჩევნოდ რომ აცხადებენ ხალხის გამოშვებას გულისხმობ, მაგრამ ახლა რაში დასჭირდა ეს ყველაფერი? ცით რა, საერთოდ ახასიათებთ ხოლმე, ეს არის საახალწლოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ხო იცით, შეწყალებები, რატომ განხორციელდა ცოტა ხნის წინ ივანიშვილის პრეზიდენტმა, რატომ გააკეთა შეწყალება ცოტა ხნის წინ და ის შეწყალება, რომელიც არის სისტემური შეწყალება იყო და არაფერი, იმიტომ რომ ციხეები გადატვირთულია. ციხეთა რაოდენობა ნახეთ სამნიშნელოვანია. ქართული ოცნება გაუსწორდა იმას, რასაც თვითონ აკრიტიკებდა. ნაციონალური მოძრაობის დროს ამბობდნენ, რომ ციხე გადატენილია, ბევრი ხალხია. ავიდა იქამდე ღარიბი, მქონელი, ქუჩაში გაშვებული, განათლების გარეშე და სამსახურის გარეშე დატოვებული ახალგაზრდების პოლიტიკური პატიმრების და სხვების ხარჯზე გათავსებულია ციხე. და აი ეს შეწყალებები თუ რომელიც გამოიყენება ნელ-ნელა, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური გარიგების ფორმა, რომ ვიღაცებს გამოგიშვებთ კონკრეტულ პირებს, ოღონდ შემდეგ შენ ამ სისტემის სამსახურში უნდა ჩადგე. 35,000 მძღოლისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენაც, ვადაზე ადრე აღდგენაც ერთგვარი გარიგებების ნაწილია? გარიგება ხალხთან? სასახად მე გაგახსენებთ, რომ რაც გააკეთეს წინა არჩევნებზე, არა 24 წლის, ეგრეთ წოდებული ვალების პატიება ერთჯერადად. გახსოვთ? ვალების ამნისტია, რომელიც ვალების ამნისტია მაინც არ იყო საბოლოო ჯამში. ბანკებს მოუწიათ მაგ ფულის დაფარვა, გარდა ამისა და იმის მაგივრად, რომ რაღაცა გააკეთონ საბანკო სისტემაში, აი ეს ნაბიჯი ეს არჩევნების წინ იყო ზუსტად. ეს გავს ამას. ამ პირების მოსყიდვა, ოღონდ მანკიერებით მართვა. ანუ ადამიანს, რომელსაც დამოკიდებულება აქვს, რომელმაც დანაშაულის უკვე ჩაიდინა, შენ არ ეხმარები პროგრამაში არ სვავ, გზას არ უსწორებ, ისევ გამოყავს და გზაზე სვავ, სადაც რომელიც უკვე გადაქცეულია ევროპული მასშტაბის სასაკლაოდ. ანუ ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანები ისევ და ისევ რისკის ქვეშ ვდგებით ამ ნაბიჯის გამო.
და თუ კი ბოლო კითხვა და დაგემშვიდობებით, თუ კი ეს ყველაფერი რაზეც თქვენ ახლა პარალელს ავლებთ, პირდაპირ კავშირში იყო არჩევნებთან. წეგანაც კითხეთ, არჩევნებამდე ბევრი დროა. უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაცნაირი მზადება აქვს ქართულ ოცნებას ახლა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის? მე ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან თუ მოკლევადიან პერიოდში ოცნება ემზადება გარდა იმისა იმით, რომ ჩამოართვა ჩვენს ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება, ახლა და არა ვთქვათ 2028-ში. ეს არის გარკვეული ვარჯიში არითმეტიკაში, რომ ცოტა საქმე მოვაკლებთ ამ ოპოზიციას, ცოტა საქმე მოვაკლებთ ქართულ ხალხს იმისთვის, რომ დავრჩეთ ხელისუფლებაში. არ უნდა დაგვაუწყდეს პარტიების აკრძალვაც. რა თქმა უნდა, პარტიების აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება, დაჭერა ემიგრაციაში, გაშვება, ეს ყველაფერი ერთად ამისთვის კეთდება. თავარი აქ არის დაუსჯელობის სინდრომი. დღეს რაც მოხდა ბაღების სააგენტოში, რომ დარაჯი ბედავს დანაშაულის ჩადენას და ბედავს, რომ მე საქართველოს მოქალაქეს მშობელს, რომელსაც ბავშვი ბაღში დამყავს, ხო? მითხრას, რომ არა, შენ ვერ დაწერ განცხადებას. ეს დაუსჯელობის სინდრომი არის ამ ადამიანებისთვის დაბრუნება იმისთვის, რა ქვია, მართვის მოწმობებისა და გაგრძელება ამ ხაზის, რომელიც ოცნებას აქვს. მადლობა, ანა დოლიძე, პარტია ხალხისთვის თავმჯდომარე იყო დღის ამ